ხალხმრავლობაა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც პროტესტის მე-16 ღამე იწყება. ამ დღეების განმავლობაში, როდესაც მე გერთვებოდით პირდაპირ ეთერში, ვამბობდი, რომ საპროტესტო დრომ შედარებით გვიან გადაიწია, უფრო გვიან იწყებს ხალხის შეკრებას, თუმცა ახლა რადიკალურად განსხვავებული სურათია რუსთაველის გამზირზე. ახლა არის 8-18 წუთი, მსვლელობების ნაწილი უკვე მოვიდა დანიშნულების წერტილზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც ახლა მე ვიმყოფები, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. ნაწილი არის მარშების და მსვლელობების მონაწილე, ნაწილი ინდივიდუალურად თვითდინებით მოდის. ალბათ უფრო მეც გეტყვით, კადრი რუსთაველის გამზირის სრულად არის გადაკეტილი და როდის კეტავს ამ გამზირს სრულად შინაგან საქმეთა სამინისტრო და როდის ხდება ასეთი საპოლიციო გადაწყვეტილების მიღება. როდესაც არის ძალიან დიდი სიმრავლე და როდესაც არის ხალხმრავლობა. ახლა სრულად რუსთაველის გამზირი არის პარალიზებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის უკვე აქ, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი არის გზაში და ჩვენ ველოდებით მათ, ისინი უკვე ჩვენკენ გადმოინაცვლებენ უახლოეს წუთებში. მომიტინგეები სკანდირებენ საქართველო, რასაკვირველია ძირითადი ნაწილი არის შეკრებილი უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს დროშებს და ევროკავშირის დროშებსაც დაინახავთ და პრინციპში ყველაზე თამამად ის შეიძლება ითქვას, რომ ხალხი, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო მსვლელობებში მონაწილეობდა და ლამის მთელი დედაქალაქი მოიარეს, საერთოდ არ დაღლილან, გასაოცარი შემართება არის რუსთაველის გამზირზე და ყველა დარწმუნებულია გამარჯვებაში, იმიტომ რომ დღევანდელმა დღემ და იმ 17-მა საპროტესტო აქციამ და საპროტესტო მსვლელობამ, რომელიც დღეს დაიგეგმა, ამ ადამიანებს მათ შორის ერთმანეთი დაანახათ თუ სინამდვილეში სად არის ძალა, იმიტომ რომ 15 საპროტესტო დღის შემდგომ მე-16 დღე აღმოჩნდა ყველაზე მასშტაბური, არადა საპროტესტო აქტივობები ჩვენ იმას გვიჩვენებს, რომ პროტესტი შედარებით სუსტდება ხოლმე, მაგრამ არა. როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფოებრიობას, ასე არ ხდება და ქართველი ხალხი აჩვენებს იმას, თუ როგორი შემართებით დგას ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ახლა გიჩვენებთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მე გადავინაცვლებ და რასაკვირველი აქ შეკრებილების აზრსაც მოგასმეინებთ, იმიტომ რომ აქ მყოფი ადამიანების ხმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ისინი რას ფიქრობენ, ისინი როგორ ხედავენ ამ ქვეყნის განვითარებას, ვისთან ერთად და ვის გარეშე, ზუსტად ეს არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ხედავთ აქ მომიტინგეები ერთმანეთს ესაუბრებიან, ეს არის მშვიდობიანი პროტესტი და იქამდე ვიდრე მე აქ შეკრებილებთან გადავალ. კითხვით რასაკვირველია გეტყვით იმასაც, რომ როდესაც არ ჩანს სპეცრაზმი, როდესაც არ არის საპოლიციო კონცენტრაცია, აქციებმა აჩვენა ის, რომ მშვიდობიანი შეკრება, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ბრაზდება ხალხი, როდესაც ხედავს ძალადობას საპოლიციო რეჟიმის მხრიდან. გასული დღეების განმავლობაში, რაც ჩიტაძესა და ჭიჭინაძეზე თუ თავისუფლებაზე არ ჩანს სპეცრაზმი, არ არის არანაირი დაძაბულობა და მოქალაქეები უბრალოდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და საკუთარ სათქმელს. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ გაექცევა. მე როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით ჩვენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იმიტომ რომ საპროტესტო მსვლელობები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აი ხედავთ, თქვენ ნაძვისხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კალაძის სახელობის ნაძვისხია, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ მომიტინგეები, რომლებიც აქ დგანან და ახლა ძალებს იკრებენ, მათ შორის საპროტესტო მე-16 ღამისთვის, რომელიც გაგრძელდება რუსთაველზე გასული დღეების მსგავსად. შეგვიძლია აქ გავესაუბროთ პირდაპირ ეთერში ადამიანებს. გამარჯობა, მითხარით თქვენი სათქმელი. მე-16 დღე არის პროტესტი. თუნდაც ძალიან მოკლედ. დინება შემიძლია ამ შემთხვევაში მეტი არაფერი და კორექტულობა რომ ვცად. არა, შემილია. კეთილი. თუმცა მთავარი არის აქციაზე დგომა, მთავარი არის აქ დაფიქსირება საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციისა და ვალის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ახალგაზრდების მხრიდან უწყვეტად. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვარ. პროტესტის მე-16 ღამე იწყება. ახლა ბევრი მსვლელობის დასრულებას ველოდებით, ისინიც მოდიან რუსთაველისკენ, მაგრამ უკვე ხალხმრავლობა. მითხარით თქვენი განწყობა, მითხარით თქვენი სათქმელი. სათქმელი. პარლამენტი გვყავს დღეს, ეგრეთ წოდებული პარლამენტი, რომელიც ძალმომრეობით საპოლიციო რეჟიმით ცდილობს ჩაებღაუჭოს სკამს და სახლში არ მიდის და თავისუფალ სიტყვის უფლებას გვიკარგავს და სახლში რომ მივდივართ, მოგხვდებს გინებით. თუ დაგვიჭირეს გვცემენ, თუ დაგვეწიან გვცემენ, თუ დაგვიჭირეს იქაც გვცემენ. არის ყველაფერს ზღვარს გადასულია ეს ყველაფერი და მინდა მივმართა რომ რაც უფრო მალე დაიხევენ უკან და მოეგებიან გონს,
მით უფრო უკეთესი იქნება პირველ რიგში ქვეყნისთვის და მერე მაგათთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ვუსმენდით, თქვენ გესმით საყვირებისა და სასტვენების ხმაც პირდაპირ ეთერში. მოქალაქეები აქ მათ შორის მოვიდნენ საწვიმრებით, იმიტომ რომ დღეს ცუდი ამინდია, წვიმს დედაქალაქში, ამის მიუხედავად ყველა არის მომზადებული. ქართული ღვინის ადგილი ევროპაში, აი მინდა რომ დიდი ბანერი გიჩვენოთ, რომელიც აქ ნაძვისხის წინ დადგეს მომიტინგეებმა და ახალგაზრდებს ხედავ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. ახლა მეც გადავინაცვლებ შედარებით წინა მხარეს გივისთან ერთად, ჩვენ ისევ ერთად ვმუშაობთ დედაქალაქის მთავარ გამზირზე და გივი გიჩვენებთ და მოგესმენინებთ აქ შეკრებილი ახალგაზრდების სათქმელს. გამარჯობა გოგოებო, მეტყვით რა და ბიჭებო, მეტყვით თქვენ სათქმელს. აბა რა უნდა გითხრათ, მე-15 დღე არის უკვე აქვთ გავარდა. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ეს არის 15 დღის განმავლობაში რუსულმა რეჟიმმა მოგვიწყო განმეორებითი 9 აპრილი. ჩვენი მეგობრები და ჩემი მეგობრები სისხლში აბანავეს. ამას არავის არ შევარჩენთ. ამ დღეების განმავლობაში ყოველთვის ვაძლევდი მედიას ინტერვიუს, ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ დღეს ჩვენ უკვე ვართ გაბრაზებულები და გამწარებულები. ოცნების ტიტუშკები მოვა დრო და მთლიანი ოცნება წავა აქედან და ვინც სახში ზიხარდა ოცნებას ემხრობით დღემდე იმის მერე რაც ტელევიზიით ნახე თუ რა ჩაიდინეს ამათმა და როგორ აბანავეს ახალგაზრდები სისხლში და მედია სისხლში ესენი როცა წავლენ როგორ უნდა ჩახედოთ თვალებში თქვენს მოქალაქეებს როდი ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ან მივდივართ რუსეთში ან ჩებით ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. ხო არ დაამატებდით რამეს? კი ბატონო. გამარჯობა. დღეს ჩვენ ვართ ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს და 78 მუხლის დარღვევას. ჩვენ ვართ იურისტები, თესეუს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ვართ, აქ ვიდგავართ უმეტესობა და ძალიან გაბრაზებულები ვართ და ასე რომ ირღვევა სამართლიანობა ძალიან გვწყინს, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ყოველთვის იყო ძლიერი, გამძლე და ყველაფერს გაუძელით. ყველაფერს რაც შეიძლება და ვისი მონობა, ამის მონობა, ამი თურქობა, ოსმალობა, ყველაფერს გაუძელით და ამ რუსობას როგორ ვერ უნდა გაუძლოთ. უბრალოდ წარმოუდგენელია. ამიტომ მე მაქვს იმედი ჩვენს ქართულ ხალხში, აქ ვინც გავარ და გამოდით მოგიწოდებთ რომ ყველა გამოვხვიდეთ. და ჩვენს გვერდზე დავდგეთ, იმიტომ რომ ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი, როგორც თქვენ გაქვთ იმედი ჩვენი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ხედავთ თქვენ ახალგაზრდებს საქართველოსა და ევროკავშირის დროში. თქვენც ხომ არ გსურთ რაიმეს? მე ჩამოვიდი გერმანიიდან და მეტი გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან, იზლანდიიდან, შვეიცარიიდან ქართველები ჩამოდიან, ემიგრანტები ჩამოდიან და ხალხო გამოდით ქუჩებში, სახლებში რას აკეთებთ? ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენდით ახალგაზრდებს ისინი არიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით აქ ხედავთ დგანან სკანდირებენ საქართველო აქციის მონაწილეები და რასაკვირველია გრძელდება მიტინგი დედაქალაქის მთავარ გამზირზე რომელსაც თქვენ ადევნებთ თვალს დედები დგანან შვილებთან ერთად მათ შორის ხომ არ მეტყვით თქვენ სათქმელს თუნდაც ძალიან მოკლედ აი შვილთან ერთად გახართ ხო მითხარით რისთვის იბრძვით რატომ ფიქრობთ რომ ახლა აი შვილთან ერთად უნდა იდგეთ აქ მე ვფიქრობ, თუ ჩვენ არ ვიდგებით, ამათი ადგილი აქ არ არის. ყველა დედა უნდა გამოვიდეს და დადგეს აქ. დიდი მადლობა. თქვენ ხო არ მეტყვით რამეს? თუ შეიძლება. ვერც ვერაფერს არ დავამატებ, მაგრამ მაინც აქ თქვა მნიშვნელოვანია ყველასთვის და არა მარტო ანუ ჩვენებისთვის, ყველა ხალხისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ აქციის მონაწილეებს უსმენდით. პირდაპირ ეთერში როგორც უკვე გითხარით, ოჯახებით მოდიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აუცილებელია ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგომა და ნებისმიერი ასაკის ადამიანს ნახავთ აქ და ვინც ვერ გამოდის იმ ობიექტური მიზეზის გამო, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ან სხვა სახის პრობლემა, დღეს ნახეთ ჩვენ მსვლელობების დროს მართლა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს დროშები როგორ გადმოფინეს სახლებიდან და არა მხოლოდ ჩვენ ნახეთ მართლა უპრეცედენტო ერთიანობა და ერთობა, რომელიც ახლა ქართულ ხალხს აერთიანებს. აი, ახლა გადავინაცვლებ პირდაპირ ეთერში. შეიძლება რომ კითხვა დაგისვათ და კითხოთ, აი რატომ დგახართ აქ, რატომ ფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია რუსთაველის გამზირზე ყოფნა? ეს არ იქნება მნიშვნელოვანი? იმედი არ დამაკარგიოთ ახლა, მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, უნდა გავიმარჯვოთ. ივანიშვილს უნდა ვაჯობოთ. გზა დაულოცოთ. ამაზე ვდგებართ. ხო მართალია? ჩვენ ახალგაზრდებს კაი დღე გაუცემდეს. ვინც სწავლობენ ისინი ნასწავლები, ვისაც მომავალს უცდიან, მომავალი კაი.
დიდი მადლობა. ივანიშვილის გზის დალოცვის არ აგითხრათ, მაგრამ საქართველოს უნდა იაროს დალოცულ გზაზე. მე ისე დავლეცავ მაგას ვერ მიაღწევს ასულზას. ენა მაგასით. მადლობა. მადლობა ჩვენ ერთ-ერთ მომიტინგეს უსმენდით, აი სურთ ახლა აზრის დაფიქსირება აქციის მონაწილეებს გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. კი ბატონო. მე გახლავართ ერთ-ერთი ესე ვთქვათ აქტივისტი, რიგითი მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთი იყო, რომელიც ზვიად რატიანთან ერთად, რომელმაც გაიარა ის ჯოჯოხეთი 29 რიცხვში, გავიარე მეც. ერთ იზოლატორში ვიმყოფებოდი და მინდა ერთი რაღაცა გითხრათ თქვენ, ქართველო ხალხო. 300 წლის მანძილზე გვარბევდა რუსი. 300 წლის მანძილზე ისტორიას გადახედეთ, თუ არ იცით, ბოდიშით ამ ტერმინისთვის კოც ბანდას გეუბნები. თუ არ იცით, კოცების მოყვარულებმა რა დაუშავებია რუს ქართველისთვის, რამდენი სისხლი დაუღრია და რატო უნდა იბრძოლო და რატო უნდა იდგეთ ჩვენთან ერთად. მაშინ მე გეუბნებით, ისტორიას გადახედეთ და თუ მაგდენი არ იცით, მაშინ ვაფშე საუბარში არ შემოხვიდეთ არავისთან. ბოდიში ჟარგონებისთვის, ბოდიში ემოციისთვის, მაგრამ მეც იქ ვიყავი 29-ში. ზვიად რატიანთან ერთად, ზვიად რატიანი გამოსული არ იყო და სადარბაზოში დახვდნენ და იქ ტიტუშკებმა ემეს. მაგარი ბიჭები ხართ, ნიღბებით რო გამოდიხართ? აბა გამოდით პირდაპირზე, უნიღბოთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ერთ-ერთ მომიტინგეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ალბათ თქვენ გესმით მოწოდებები და შეძახილები, ხმაური და ხალხმრავლობაა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, თუმცა კიდევ უფრო მეტ ადამიანს ველოდებით ჩვენ აქ, იმიტომ რომ დღეს ძალიან მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები იყო და სხვათა შორის მართლა შთამბეჭდავი იყო, როდესაც ერთდროულად 5-6 ლოკაციაზე იყო აქციები დაგეგმილი და ყველგან ხალხმრავლობა იყო, ყველგან გადაჭედილი იყო ქუჩები და საცობებით სავსე ქალაქი დღეს ხალხით იყო ხალხის მსვლელობით და ეს ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რასაც ხედავდით და ახლა ეს ხალხი, ვინც დღეს მსვლელობებში მონაწილეობდა, გამოდის დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც ისევ ხვდებიან, რომ არის ერთად დგომის დრო. აი ახლა უკვე თბილისი მერიოტის მხარეს გიჩვენებთ, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ კიდევ ბევრი მსვლელობა მარში არის გზაში, ვნახოთ ხომ არ მოგვიახლოვდნენ ისინი, ხომ არ შემოგვერდებიან უკვე რამდენიმე წუთში. თუმცა რაც გითხარით ჩართვის დასაწყისში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდის კეტავს სრულად რუსთაველის გამზირს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მუდმივად ცდილობს საპოლიციო რეჟიმი, რომ სრული მონაკვეთი არ გადაკეტოს, თუ მას ამის ოდნავი ფორმალური შესაძლებლობა მაინც აქვს. იქიდან გამომდინარე ხალხის რა სიმრავლეც იყო დღეს, სხვა გზა არ დარჩა გომელაურის რეჟიმს გარდა იმისა, რომ რუსთაველის გამზირი სრულად გაესუფთავებინა ხალხისთვის და გაესუფთავებინა ავტომობილებისგან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის უკვე აქ და კიდევ უფრო მეც ველოდებით ყველას ვინც იტყვის საქართველოზე კი ამ ბრძოლაში კი ბატონო საუბრობდი გისმენთ და აფიქსეთ პირდაპირ ეთერში ხო მე მინდა მოგილოცოთ ინტელექტუალური ერის ჩამოყალიბება ქართველებო ყველას გილოცავთ იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნიდან მოყოლებული მიტინგები სულ ვიცოდი აი ნაღდი მიტინგი დღეს განსაკუთრებულია როცა აი იქ შემოვდიოდი, სიცარიელე იყო და უცებ გვერდიდან რომ შემოვიდა ხალხი და გაივსო უცებ აკავრობა. და ეს ხალხი აზროვნებს. მე არ მიჭირს მათთან ურთიერთ, ყველამ ვიცით რაზე ვილაპარაკოთ. და ერთი პატარა ბავშვი ვნახე, ისე ლაპარაკობდა რომ გამიკვირდა და იმის მაგალითით მივხვდი რომ ჩვენ როგორც ერი ძალიან ზუსტად ჩამოვყალიბდით უკვე და საჭიროა. აი მას გილოცავთ ნამდვილად სულ ყველას. იმიტომ რომ ეს ახალგაზრდობა უკვე ვეღარ მოდრიკავ ამათ. შეუძლებელი იქნება. რამდენიც გინდა ეცადოს, გინდა ბიძინა და გინდა რუსეთი და გინდა შანსი აღარ აქვს. ამ საქართველოს აქ უკვე დიდი სიღრმისეული ძალა აქვს. და სიყვარულზე დგა. სხვა რამეა. ეს სხვა რამეა. და პატივისცემაზე დგას ადამიანს. დიდი მადლობა. ჩვენ ერთ-ერთ მომიტინგეს ვუსმენდით. აი, ვხედავ მე ახლა პარლამენტში ბოლო სართულებზე ორ ოთახში ანთია შუქი ხედავთ განათებულია ის ოთახი. სხვათა შორის გამახსენდა შემთხვევა, რომელიც იყო რამდენიმე წლის წინ, ალბათ თათია, შენც გემახსოვრება, დეპუტატები ერთი დღით ადრე რომ შეიყვანეს, ღამე რომ გაათენებინეს და დილით ტანსაცმელს რომ აწვდიდათ, მათ პოლიცია არ არის გამორიცხული ახლა რომ ქართული ოცნების
ვითომ რომელიმე დეპუტატი ახლა შიგნით იყოს და დილით რომელიმე პოლიციელმა შეაწოდოს ტანსაცმელი, რომელსაც ჩაიცვამენ, იმიტომ რომ ამასაც ინახავს სატელევიზიო არქივი და ასეთი რამეც გაუკეთებიათ ქართული ოცნების ვითომ დეპუტატებს და ეს ნამდვილად დასამახსოვრებელი ფაქტი იყო და უბრალოდ ამ განათებაზე გამახსენდა. საერთოდ არ არის გამორიცხული ახლა შიგნით ღამე რომ გაათენონ ქართული ოცნების წევრებმა მიხეილ ყაველაშვილისთვის, რომელსაც არც დიპლომი აქვს, არც განათლება, არც კვალიფიკაცია და აქ შევჩერდები, მეც აღარ გავაგრძელებ. ახლა სამაგეროდ გიჩვენებთ რაც ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე საყვირების ხმა გესმით ახლა უკვე ქაშუეთისკენ გადმოვინაცვლე მე, სადაც ბევრი ადამიანი დგას, ისინი საუბრობენ ერთმანეთში, რასაკვირველია, აქ არიან მოსული საპროტესტო ბანერებით და ერთმანეთს უცვლიან პოზიციებს და მოსაზრებებს. ხედავთ კიდეც რამდენად მრავალფეროვანია ის საზოგადოება, რომელიც აქ დგას და დგას, რაც ყველაზე მთავარია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ყოველთვის არის აქვს უпростоრად გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, რისთვის იბრძვი და სამშობლოსთვის ბრძოლაში ნამდვილად არიღლებიან და ამას ქართველი ერი სულ მცირე ამ 16 ღამის პროტესტში ნამდვილად აჩვენებს და ნამდვილად ამით საქართველოს ისტორიაში ქართველი ხალხის როლი გადამწყვეტი სიტყვებით და გადამწყვეტი ფაზით შევა. აი ხედავთ აქაც მოქალაქეები არიან განლაგებული. არ ვიცით როგორ გაგრძელდება პროტესტი. სხვათა შორის ამ საპროტესტო აქტივობებმა ის ჩამოაყალიბა, რომ ძალიან სპონტანურად და მოულოდნელად იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს. მედიაც რასაკვირველია სპონტანურად ვიგებთ სად იქნება საპროტესტო მსვლელობა, სად შეიკრიბებიან და ამის მიხედვით ვაწუდით მაყურებელს ინფორმაციას. სხვათა შორის ასეთი მოულოდნელობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც რეჟიმს ებრძვი. იმიტომ რომ რეჟიმმა არ უნდა იცოდეს წინასწარ ის სცენარი, რითაც აპირებ მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ რასაკვირველია ის ეცდება ხელშეშლას და ამ ხრივ აქციის მონაწილეები ნამდვილად სიფრთხილეს იჩენენ. აი აქაც ხედავთ რომ საუბრობენ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვარ. ხომ არ მეტყვით თქვენ სათქმელს? თქვენ სათქმელი მითხარით აქ რატო გახართ? რო არ შევართ იურისტები. პროფესიით 23 წელია უკვე იურისტი ვარ. რატო ვდგავარ და იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჩემი პროფესია დაიკარგა, აღარ არსებობს. თუმცა ვდგავა, რა უნდა ვთქვა, მითხარი, რა მაქვს სათქმე. სათქმელი არაფერი. ვიდგებით აი ეს. ნახოთ რას მივიღებთ. დიდი მადლობა. თუმცა მგონი ეს ის შემთხვევა, როდესაც დუმილი და აქტგომა ყველაზე ხმამაღალი განაცხადია. თალსახად. დიდი მადლობა წარმატებები. მადლობა თავგანწირვას. მადლობა უსმენდით თქვენ მომიტინგებს, იურისტები ვართო ისინი ამბობდნენ და ახლა პროფესიაც ქრებაო და ამისთვის ვდგავართ აქ და ვაპროტესტებთ, რომ ნამდვილად ყველა სფეროს წარმომადგენელი დგას აქ და შემიძლია მე მათთან გავაგრძელო საუბარი. ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს, მე გითხარით ბევრჯერ, მაგრამ კიდევ გაგიმეორებთ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ გზაშია და საპროტესტო მსვლელობების დასრულებას ველოდებით. ჩვენ რის შემდგომაც უკვე ყველა უკლებლივ გადმოინაცვლებს რუსთაველის გამზირისკენ. აი თბილისი მერიოტის მხარეს ხედავთ უკვე თქვენ კადრში, სადაც მე და გივი გადავაადგილდებით და საიდანაც გაწუდით ახლა კადრებს პირდაპირ ეთერში. ძალიან სიმბოლური და ნიშანდობლივი ის არის, რომ ყველა აქ არის საქართველოს დროშით, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი კოლეგა არის აქ ნინო ჟვანია. ნინო, საქართველოს დროშას ვხედავ. სათქმელი მითხარი ახლა, რას ეტყოდი რეჟიმს, რას ეტყოდი იმ ხალხს ძალაუფლება რომ არა აქვთ, მაგრამ იჩემებენ გვაქვსო. აი მე არ ვიცი რა უნდა უთხრა თავის სათქმელს ეს ხალხი მე რამდენი დღეა აქ ამბობს უბრალოდ შეიძლება ხა შეკითხვას არ შესაბამება რისი თქმაც მინდა, მაგრამ სხვა რაღაცაზე მინდა რა ხაზი გაუსვა და ყველაზე მეტად რაც წინდა თუ როგორ თქვა გულზე მხვდებოდა მათი სიტყვები იმ ხალხის ვინც რეჟიმს უჭერს ხალხს იმ ხალხს მინდა მივმართო თორემ მე ამ რეჟიმთან რა ვიცი რა მაქვს ალაპარაკო რომლებიც იცახდნენ პირველ დღეებში როდესაც დაიწყო დარბევა რომ თქვენ უნდა ნახოთო აი ეს იყო ძალიან გავრცელებული მესიჯი ყველა კომენტარში პოსტის ქვეშ მხვდებოდა რომ თქვენ უნდა ნახეთო საფრანგეთში როგორ ხდებაო მიტინგების დარბევა ვითომ რა გაგიკვირდათო და აი მაინც იმ ხალხს მინდა უფრო მივმართო და არა მთავრობას ვინც ჯერ კიდე რაღაცა ორჭოფობს და ვერ მიუღია გადაწყვეტილება და უფრო ვატყობ ამ ბოლო დღეებში ჩუმად არიან და წინა დღეებში უფრო გაბედულად აფიქსირებდნენ თავის აზრს რომ ევროპაში უარესი დარბევები იყო და
მინდა გითხრათ, რომ გაიხსენოთ, ახლა უკვე ცოტა ბევრი დღეა გასული და შეიძლება უფრო ადვილი იყოს მათთვის სათქმელად, რომ აი თქვენ ესროდით შუშხუნებს და ამიტომ დაგიპირისპიროთ თითქოს შესაბამისი ძალა პოლიციის ქვედანაყოფებმა. პირველ დღეს აქვიდექი, ზუსტად პირველ დღეს ყობახიძემ რო გააკეთა ის თავისი სამარცხვინო განცხადება, 7 საათზე მოვედი პარლამენტის შენობის წინ, ჯერ 20 კაცი ვიდექით, სანამ გაბევრდა ეს ხალხის მასა და ზუსტად ვიცი და ყველა მიცის ფაქტები ამისი და მინდათ გაიხსენოთ, რომ როდესაც დაიწყო დარბევა მშვიდობიანი აქციის ამბობენ, რომ ორივე მხრიდან ძალადობას ყოფილ. თუ ძალადობას ეძახიან შუშხუნებს, ჩვენ პირველ დღეს, როცა დაგვარბიეს, ის შუშხუნებიც არ გვეჭირა ხელში. და პირველი დღის ძალადობის კადრი არის ზუსტად, როდესაც როგავას უკნიდან დაარტყეს. ამით დაიწყო ყველაფერი და უბრალოდ მოქალაქეებს მიმართავ, რომლებიც ჯერ კიდე თავს იკავებენ და ვერ გაუგიათ, რომელ მხარეს დადგნენ, რომ არ ყოფილა ორმხრივი ძალადობა, საერთოდ არც მერე არ ყოფილა, მაგრამ მით უმეტეს, როდესაც დაიწყო პოლიციამ თავის მოქალაქეებზე ძალადობა, ჩვენ აქ შუშხუნებიც არ გვეჭირა ხელში და იმის მერე როცა პოლიცია აქ რამოდენიმე დღე აღარ დგას და არც წყალს გვასხავს და არც იმ გასარუშვებს ხო ვართ მშვიდობიანი ასე არ ვიდექით ზუსტად პირველ დღეს სადაც რამე გვეჭირა ხელში დროშების გარდა სასტვენების გარდა რამე გვეჭირა ხელში როცა თავს დაგვესხნენ ხო და ამ ხალხს მინდა ვუთხრა რომ დროა რა აი არავის არ დავცინებთ იყო კიდე ესეთი კომენტარები რომ იმედის არხიდან ვინც გადმოდის გამგეობიდან საკრებულოდან მინისტრის მოადგილეები რომ გადმოდიან სვეძახი როდესაც თავის პოსტებს ტოვებენ იმიტომ რომ ცხენიათ უკვე მათთან ერთად ყოფნა და არავის არ დავცინებთ რა ზოგი უფრო ადრე მიხვდა ზოგი უფრო გვიან მაგრამ დღესაც რო არ მიხვდე რომ აქეთ არის სწორი მხარე და აქეთ უნდა იდგა მართლა ძალიან სირცხვილი იქნება ნინო დიდი მადლობა ჩვენ ნინო ჟვანიას უსმენთ პირდაპირ ეთერში ჩემი ჩართვის დასასრულს ახლავე გაჩვენებთ კიდევ ერთი მსვლელობა შემოუერთს და თბილისი მერიოტის ტერიტორიას და გივი გაჩვენებთ და პირდაპირ ეთერში ხედავთ ამ მსვლელობას ეს მე თუ არ ვწდები მარჯანიშვილის მხრიდან მომავალი ხალხია ცოტა წინ მივიდეთ გივი რომ დავინახოთ რომელი მარშის მონაწილეები მოვიდნენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე აი ხედავთ თქვენ ბანერებს ფანრებით მოდიან ისინი და ასევე სანათებით ფანრებით ხვდება მათ ხალხი არის წინ დიდი ბანერიც ვითხოვთ სამართლიან ახალ და სამართლიან არჩევნებს გაათავისუფლეთ რეჟიმის პატიმრები ემიგრანტების მსვლელობაა ეს ემიგრანტების მსვლელობას ადევნებთ თქვენ თვალს პირდაპირ ეთერში ემიგრანტები თქვენთან ვართ აი წარწერა ყველა ფაქტობრივად მსოფლიოდან პლაკატებზე ბანერებზე აწერიათ ვინ რომელ ქვეყანაშია ემიგრაციაში და ისინი შემოუერთდნენ ახლა ძირითად მიტინგს რომელიც არის დედაქალაქის მთავარ გამზირზე რომელსაც ხედავთ თქვენ პირდაპირ ეთერში და გესმით რა ოვაციებით ხვდებიან აქ მყოფები პარლამენტთან მყოფები ამ მარშის მონაწილეებს რომლებიც ძალიან მალე რამდენიმე წამში მათთან ერთად დაიკავებენ დედაქალაქის მთავარ გამზირს ნამდვილად ძალიან ხალხმრავლობა რუსთაველის გამზირზე ჯერ 8 საკლია 19 წუთი და უკვე არის ხალხმრავლობა რასაკვირველია რუსთაველის გამზირზე რჩებით მე და გივიც და ჩვენ მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით იქამდე დაგიტოვებთ კადრს და ხმას როგორც სკანდირებენ მომიტინგები მთავარს საქართველო იმიტომ რომ ყველა საქართველოს გადასარჩენად დგას ახლა ან მოდის რუსთაველის გამზირზე